შენით საუბარს მოგვიყევი, აი ორი სიტყვით ჩამოგვიყალიბე, რა არის ფსიქონუტრიციოლოგია, რა საერთიანებს და როგორ მუშაობთ პაციენტებთან? ფსიქონუტრიციოლოგია ეს არის ახალი ძალიან საინტერესო დარგი, რომელმაც ასე ვთქვათ, განვითარება და ჩამოყალიბება დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. და დღეს ეს არის ასე ვთქვათ მულტიდისციპლინარული მიდგომა, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასე ვთქვათ შეებრძოლოს აი ამ გლობალური სიმსუქნის ეპიდემიას და ასევე შეისწავლოს ის კავშირი, რომელიც არსებობს ადამიანის საკვებსა და ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას შორის. და აი ამ საწყისებზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, მე და ნატამ შევიმუშავეთ ჩვენი მეთოდი თუ მიდგომა ფსიქონუტრიციოლოგია 2.0, რომელიც ასევე ასე ვთქვათ, გავამრავალფეროვნეთ ფსიქოსომატიკის ელემენტებით და ეს მიდგომა და ჩვენი მეთოდი არ არის მხოლოდ იმის შესახებ, რომ აი ჩვენ მუშაობთ წონის კორექციაზე. არა. ჩვენ ვასწავლეთ ადამიანებს საკუთარი სხეულის შეცნობას და უფრო ახლო კავშირის დამყარებას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სასურველი ფიზიკური ფორმა და ასევე იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები. ყველას გვაქვს რაღაცა დოზით იმის გამოცდილება, რომ მხოლოდ რაღაც დიეტა არ აგვარებს საბოლოოდ პრობლემას და შეიძლება ეს იყოს რაღაც ხანგრძლივი, ანუ მოკლე დროით, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ წელს, ან პირიქით, მაგალითად ფსიქოთერაპიაც ვერ შეცვლის რაღაცა ჩვენ კვებით ჩვევებს, ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეს ორი პროფესიონალი ერთად მუშაობს პაციენტთან. აი ნატა, თქვენ ახლა რამხელა გამოცდილება გაქვთ ძალიან ბევრი წლის და ჩვენთანაც ხართ ნამყოფი, აი რაში გეხმარებათ ნანიკო? იმაში, რომ აი ეს დიეტის პერიოდი სტრესის გარეშე გადაიტანოს პაციენტმა, თუ არ დაარღვიოს დიეტა, თუ აი კონკრეტულად უკვე რაში ხედავთ აი ამ ფსიქოლოგის ჩართულობას ეფექტურს? ამ ეტაპზე თეონა საუბრობთ მხოლოდ ჭარბწონაზე, თუმცა ჩვენ მხოლოდ ჭარბწონაზე არ მუშაობთ, არც სიმსუქნეზე. ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებებია, მაგრამ ჭარბი წონა და სიმსუქნე ზოგადად არის ქრონიკული მდგომარეობა, ანუ ადამიანი სამწუხაროდ არის მიდრეკილი და ეგ არ არის დაავადება. მიდრეკილება დაავადება არ არის. ამიტომ ნუტრიციოლოგთან როდესაც მიდის პაციენტი, ყოველთვის თავაზობს ნუტრიციოლოგი რუტინულ ხანგრძლივ კვების მოდელს და რაც არ უნდა მოტივირებული იყო, რაც არ უნდა ნებისყოფით დაჯილდოვებული, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს აუტანელია ზოგჯერ. იმიტომ რომ ერთი რასაც მე ვაცნობიერებ როგორც პაციენტი, რომ უნდა გავაკეთო ამისთვის, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი რაღაცა იქ ხანდახან ამოტივტივდება სხვადასხვა ტრიგერები და ისე დრო შეიძლება გამჭედოს და ისე დრო შეიძლება დამიბრუნოს მგლური მანდა, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყაროს, მთელი შრომა. და მე რჩება რა, იცით, პასუხისმგებლობა რომ დავდიოდი ექიმთან, ექიმიც ძალიან ბევრ შრომობდა, ეს გზა თითქმის ერთად გავიარეთ და აი გავიდა 2 წელი და მე ისევ პლუს კილოგრამები და ეს რაღაც ისეთი უარყოფითი კომპლექსია, რომ რატო არის საჭირო ფსიქოლოგი? ფსიქოლოგი საჭიროა, იმიტომ რომ სწორედ აი რისთვის გჭირდება ეს ცხიმოვანი ქსოვილი გაგაგებინოს. საერთოდ ყველა გამოწვევას, ყველა დაავადებას აქვს არა მარტო მიზეზი, არამედ მიზანიც. მიზეზი ექიმების გადასაწყვეტია, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა მიზეზია, ვირუსია, ინსულინია მაღალი, მაგრამ ეხლა გაირკვა 21 საუკუნის 26 წელსო მიზანიც ექიმის სატკივარია, იმიტომ რომ თუ არ ვიცი რა მიზანი აქვს ამ ადამიანს, საით მიდის და თუ ერთად არ გავაცნობიერეთ, ყველა შედეგი ჩანასახშივე განწირულია. და ნანიკო ამიტომ მჭირდება მე.
აი როგორ მიმდინარეობს ეს მაინტერესებს. აი პირველ კონსულტაციაზე მოვიდა თქვენთან პაციენტი. რა ხდება? ვისთან მიდის თუ ერთად, თუ ცალ-ცალკე, თუ როგორ მოგვიყვებით? ამ საკითხზეც გადავალ, მაგრამ აი ნატას მინდა დავამატო, რატომ არის მნიშვნელოვანი აი ეს კომპლექსური მიდგომა ადამიანისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. არსებობს მონაცემები, ანუ სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ადამიანების მხოლოდ 30% ინარჩუნებს დიეტებიდან და რაღაც სხვადასხვა კვების რეჟიმიდან ინარჩუნებს ხანგრძლივ პერსპექტივაში მიღებულ შედეგს. ასევე არსებობს რაოდენობა ადამიანებისა, ვინც დაუშვათ ცდილობს აი ჯანსაღი კვებით ცხოვრებას, ასე ვთქვათ, და ფიზიკურ დატვირთვას, მაგრამ იმ სასურველ ფიზიკურ ფორმას ვერ აღწევს. აი რატომ ხდება ეს? თითქოს რაღაცა არის, რაღაც ხარვეზი, ან არსებობს რაღაცა სივრცე, ცარიელი სივრცე, რომელიც აუცილებლად რაღაცით უნდა დაბალანსდეს, როგორც ყველაფერი ბუნებაში და შეივსოს. და აი განვითარებულ ქვეყნებში და მსოფლიოში ახლა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ფეხს იკიდებს ჰოლისტიკური მიდგომა ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ და ზოგადად ადამიანის მიმართ. ეს არის, როდესაც ჩვენ დავუშვათ მკურნალობთ არა რაღაც კონკრეტულ ორგანოს, ან მაგალითად მუშაობთ მხოლოდ ცხიმოვან ქსოვილზე, არამედ როდესაც ჩვენ ადამიანს განვიხილავთ როგორც ერთ მთლიან კონსტრუქციას და სისტემას, იმიტომ რომ ნამდვილად ადამიანი არის ძალიან რთული და ძალიან გონივრული სისტემა. და განცალკევებით ჩვენს ორგანიზმში არ არსებობს ცალკე ფსიქიკა და რა არის თან ფსიქიკა? ეს არის ჩვენი გონებაც, ჩვენი აზრები, ფიქრები და ჩვენი ემოციები, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გრძნობები. და დავუშვათ ცალკე სხეული. აი ეს ორი, ასე ვთქვათ, სფერო, ორი საწყისი ერთმანეთზე, ანუ სხეული და ფსიქიკა არიან ძალიან მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან და მუდმივად ერთმანეთზე ზემოქმედებენ. აი სწორედ ამიტომ ფსიქიკა და სხეული ფიზიოლოგია, ამიტომაც ჩვენ აი ამ ორი მიდგომით გადავწყვეტეთ ადამიანებთან მუშაობა. და როგორ მიდის ახლა გეტყვით, ხო? ესე იგი ჩვენი პირველი კონსულტაციას ჩვენ ვატარებთ ერთობლივად, ანუ ტანდემში საუბრობთ ადამიანთან, შემდეგ მის ანამნეზზე დაყრდნობით, ანუ კლინიკურ სურათზე, ასევე თუ ნატას სჭირდება ანალიზების პასუხებზე დაყრდნობით, ნატა უდგენს კვების რეჟიმს ან დიეტას ამ ადამიანს და შემდეგ უკვე ჩვენ ვატარებთ, მე და ეს ადამიანი უკვე ტეტ-ა-ტეტ ვატარებთ პირველ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, რომ გამოვიკვლიოთ რაღაცა სხვადასხვა ფსიქოემოციური ფაქტორები, რამაც შეიძლება ჩვენ ხელი, ასე ვთქვათ, შეგვიშალოს აი ამ წონის კლების თუ პირიქით მომატების პროცესში და ჩვენ გარდა აი ამ შეთავაზებული კონსულტაციების, ეცით ჩვენ ორი სქემით შევიმუშავეთ ეს ჩვენი პროტოკოლი. გვაქვს ერთთვიანი პროცესი, რასაც ვთავაზობთ ადამიანებს და სამთვიანი პროცესი. აი ამ ხნის განმავლობაში გვაქვს გაწერილი შესაბამისი კონსულტაციები, თუმცა შუალედში გვაქვს ესეთი მოვიფიქრეთ პერსონალური ასისტანსი დავარქვით, პერსონალური მხარდაჭერა და ვართ მუდმივ კომუნიკაციაში ადამიანთან, რომ აი ნებისმიერ მომენტში დავუშვათ რაღაცა დისკომფორტი გაუჩნდა, ან რაღაც ემოციამ შეაწუხა, ან რაღაც ვერ გაიგო უბრალოდ ნებისმიერ მომენტში, როგორც ჩვენ მეგობარი გვიკავშირდებიან და ჩვენ საუბრობთ იმ წუთასვე ვარჩევთ აი რაღაცა სიტუაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი ეს ტრანსფორმაცია და ეს ცვლილება, ხო, ეს რაღაც ახალი სტრატეგია ცხოვრებისეული ძალიან რბილად და ეფექტიანად დაინერგოს ადამიანის ცხოვრებაში, რომ მე ჩვენს გარეშე იმ ადამიანმა უკვე გააგრძელოს ცხოვრება დამოუკიდებლად. ნანიკო, მგონი ეს კითხოთ შენთან არის, აი ბევრჯერ ახსენე ეხა საუბარში სიტყვა ემოცია. აი ემოციური ჭამა, ხო, ვიცით რომ არსებობს და რაღაც უკონტროლო. კი ბატონო, კი რეალურად არხშია, ანუ კუჭს არშია, ესე რომ ვთქვათ და გონია რომ ხშია, ემოციები ხშია. ემოციები. აი როგორ გავარჩიოთ, ხშია თუ ემოციური ჭამა, თუ რა ხდება, როგორ დავლაგდეთ ამ დავიწყებთ ვებერში. მედონატერ. ესე იგი, დიახ, ეს ემოციური ჭამა თუ ემოციური კვება არის ესეთი ფსიქოლოგიური ფენომენი, ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანი საკვებს იყენებს არა ფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, არამედ თავისი რაღაც ნეგატიური ემოციების სამართავად და ეს არის ქცევა, რომლის მიღმა ჩვენ ხვდებით, რომ არის რაღაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური საჭიროებები და ეს არ არის თანდაყოლილი იმპულსი, ეს არის, ასე ვთქვათ, დასწავლილი ქცევა
და აქ ძალიან მნიშვნელოვანია და საყურადღებოა, რომ ამასთან მუშაობა ჩვენ შეგვიძლია. და რაც შეეხება ესეთი რეკომენდაცია შეგვიძლია მოგცეთ, რომ აი ძალიან სასარგებლოა ესე დროს როცა ატყობს თქვენ თავს, რომ აი ახლა უკვე ვეღარ იჭერთ თქვენ თავს და რაღაც გინდებათ, რომ საღამოს მიხვიდეთ მაცივერთან გამოვაყოთ. ხო, ჯერ უნდა დალიოთ ერთი ჭიქა წყალი და ამითი განსაზღვრავთ ეს წყურვილის სურვილი იყო და შიმშილის, იმიტომ რომ ხშირად ჩვენი ორგანიზმი ჩვენ გვატყობს. მე ძალიან სასარგებლოა და არის რეკომენდაცია, აი ნატაც ამაზე საუბრობდა, რომ აი ჩქარი ნაბიჯი და ფიზიკური დატვირთვა, რატო? იმიტომ რომ ამ დროს ჩვენი ტვინი, ანუ ჩვენი ყურადღება სხვა რაღაცაზე ირთვება და გვავიწყდება ეს საწყისი რაღაც მოცემულობა, რაც გვეფიქრებოდა და ვართ ჩართულები აი ამ ფიზიკურ აქტივობაზე. ჩქარის სიარული ძალიან სასარგებლოა. ასევე არაჩვეულებრივია შხაპის მიღება, ან ნუ ჩემი ყველაზე საყვარელი ის რქვია ესეთი საშუალება არის ზღვის მარილიანი აბაზანა, რომელიც ძალიან ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ყველაფერს არაჩვეულებრივად მოქმედებს, თუ დაგვრჩებათ, რომ მე მაგაზეც ვისაუბრებ და არ ვიცი, ნატა თუ კიდე რამეს შემოგთავაზა. ხო, ნატა, აი თქვენთან კიდე აი ამ კითხვასთან ერთად ესეთი ჩაკითხვა არსებობს, ამბობენ და მაინტერესებს მითია თუ რეალობა, არსებობს პროდუქტები, რომელიც აი სტრესის, შფოთის დროს განსაკუთრებით გინდა ან გამშვიდებს. აი მაგალითად შოკოლადი. ამბობენ, რომ სტრესის დროს ტვინი ეძებს ტკბილს, ასეა? და რა უნდა მივაწოდოთ სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც შფოთავთ, მაშინ მაგნიუმის შემცველობა სისხლში შეიძლება დაქვეითდეს და შოკოლადი როდესაც გვინდა მაგნიუმს ვეძებთ და თან შოკოლადი მაინც ასე თუ ისე გემრიელია და ბევრს უყვარს და ერთადერთი შეცდომა არის ის, რომ ამ დროს შეიძლება რძიანი შოკოლადი ავერჩიოთ. წესით თუ გინდათ, რომ დანაყრდეთ, უნდა აიღოთ ისეთი შოკოლადი, სადაც კაკაოს შემცველობა 70%-დან და ზემოთ არის. მაშინ ის აუცილებლად რაღაც დოზით დაგანაყრებთ, მაგრამ არის მეორე საშიში ამბავი აქ. ის რომ შოკოლადს როცა ვღებულობთ, გამოიყოფა დოფამინი რა, რომელიც ძალიან მოგწონს ჩვენ, მაგრამ დოფამინი მერე რო იშლება, მერე კიდე გვინდა, კიდე დიდი დოზა და ცოტა დამოკიდებული ხდებით ამ პროდუქტის მიმართ. ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველას, ვისაც გაქვთ ასეთი პროდუქტები, ცოტა დამოკიდებულებას ვეგრძნობთ და სულ გინდათ რომ სახში იყოს. ეს შეიძლება იყოს ნუში, თხილი, ზოგადად კაკალი, რა ვიცი, ზოგს აქვს ყველი, ამოჩემება ზოგს გაზიანი სასმელი. აი თქვენობით იყავით ასეთ პროდუქტებთან, იმიტომ უკვე ვეღარ გაარჩევ. მაგნიუმი გინდა თუ უბრალოდ ჩვევაში გადავიდა და ეს ჩვევა უკვე ძალიან რთულია და მართლა შეუძლებელია მარტომ გადალახო ერთეულები ახერხებს ამას. და ნანიკო, აი ეს მგონია რომ შენ ალბათ ამაზეც მუშაობ პაციენტებთან, რომ აი რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ სტრესის დროს თუ რაღაცაზე რომ ღელავ გინდება ამაცივერთან ისლა ეს ყველაფერი ხდება ყველაზე ხშირად რაღაცა ღამის საათებში. აი მანდ რა ხდება? აი როდესაც უკვე ლოგინში რო წევს ადამიანი და დგება და მიდის საჭმელად. აი რაღაცა არ არის ჯანსაღი მანდ ალბათ, ხო? მაგალითად არ გცალია და მე რჩები ალბათ. აი დაღლილობის დროსაც, ახლა აი ამ დაღლილობის მოსახსნელადაც მიდიან საკვებთან. და ეს საკვები რა არის? ყველაფრის მშველელი გონია ადამიანს თუ რა ხდება მაგ დროს გონებაში? მარტივად მისაღები და სოციალურია, ასოციალურია, მაგალითად რომ მიიღო ალკოჰოლი და მე რაღაცა შენი გზნობების დემონსტრირება მოახდინო და საკვები ისეთია ყველას გვაქვს სახში და საღამოს ზოგადად თვითკონტროლი ბევრად უფრო გვიჭირს, იმიტომ რომ ჩვენი ნერვული სისტემა ხდება ლაბილური, ანუ უფრო მერყევი, ასე ვთქვათ და ასევე აკუმულირდება ჩვენში მთელი ჩვენი აი დღის განმავლობაში განცდილი განცდები, დაღლილები ვართ ელემენტარულად და რა არის ხო საკვები და საჭმელი ეს არის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი
შრომი, საშუალება, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენთვის კარგი ემოციები მოაქვს და ამიტომ ძირითადად, ხო, ასეთ დროს, კარგია ის რეკომენდაციები. და დავამატებდი რა, იცით, თეონა, როდესაც ჩვენ კუჩს ვივსებთ, მთელი სისხლის მიმოქცევა, სისხლი მიდის კუჩისკენ. და ის შფოთვები და რაღაცა გადაუჭერელი გამოწვევები დღის განმავლობაში ისეთი საშიში აღარ არის და ბედნიერი მივდივართ მე და დასაწინებლად, იმიტომ რომ ვეღარ ვაზროვნებ. ანუ ეგეთი აღარ მიეწოდება. არა, მართლა ეგრეა. კი, წინს აღარ მიეწოდება. კარგად დანაყრებით ხო ვერ მუშაობთ. იმიტომ რომ უკვე კუჩი თავისას ითხოვს იქ სისწრაფე ან გადაამუშავოს და ესე ვარ რა. და მაგრამ მან კიდევ ერთი პრობლემა ერთვება ხოლმე ნანიკო ალბათ შენთვისაც მოუმართავთ ამ პრობლემით და თქვენც ალბათ გაგიგიათ განსაკუთრებით ადამიანებისგან რომელიც მუდმივად აკონტროლებს თავის წონას კვების შემდეგ დანაშაულის შეგრძნება რომ რაღაც დააშავა ყვევთ და ან რომც არ დაარღვიო და უბრალოდ მეტი მოგივიდეს. მე ეს დანაშაულის შეგრძნებას კიდეს რაღაცა სხვა პრობლემას გიმატებს. აი მან რა ხდება, როგორ ვიაროთ ამ ზღვარზე. ხო, ეს ძალიან ხშირი მოვლენაა ნამდვილად, ყველას გვიჩნდება ხოლმე და ეს დანაშაულის გრძნობა თავისთავად ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნეგატიური გრძნობები იმაზე მოქმედებს, რომ აი იმატებს სისხლში კორტიზოლის დონე. რომელიც თავისთავად იწვევს აი მარტივი ნახშირწყლების მოთხოვნილებას ჩვენში ეს ნიშნავს რომ გვინდება ტკბილი ვისაც ტკბილი უყვარს ცომეულობა და აი ესეთი მანკიერი წრე იკვრება. ნუ ამ დროს ჩემი მხრიდან არის ხოლმე რეკომენდაცია რომ ადამიანმა ასე ვთქვათ აპატიოს იმ საღამოს თავის თავს და ასე ვთქვათ შეირგოს ის დღე, ის წამი, თუმცა მეორე დღეს უკვე სრული პასუხისგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს, ანუ დაფიქრდეს რა ემოციამ, რა მოვლენამ შეიძლება რაღაც ინფორმაციამ, რამ გამოიწვია აი ესეთი ასე ვთქვათ ეპიზოდი მასში და შემდეგ ნუ უკვე სხვა მიდგომით ასე ვთქვათ გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივად უფრო მარტივად შეხედოს თუმცა პასუხისგებლობით საერთოდ იცით მე ვასწავლი აი ადამიანებს ვინც ჩვენთან მოდის და ამ თემებზე საუბრობთ რომ აი საერთოდ გაკონტროლება არის ძალიან ცუდი ტერმინი საკუთარი თავის მიმართ უნდა შენი თავის მენეჯერი იყო, ანუ მართო საკუთარი თავი და საკუთარი ემოციები. ეს ზედმეტი კონტროლი ზოგადად იწვევს აი ესეთ ამოვარდნებს და ესეთ ეპიზოდებს. ხო, ეს წერდეს მინდოდა მეკითხა რაღაცა დოზით დაშვებებით თუ არსებობს, იმიტომ რომ ის სწორედ როდესაც რაღაცაზე ხარ კონცენტრირებული, რომ რაღაცას არ უნდა გადაუხვიო და მკაცრ დიეტაზე იყო, ესეც ხო გარკვეულწილად სტრესია და სტრესი კიდევ უფრო აზიანებს იმას, რასაც თქვენ ებრძვით, ხო? აი ამ შემთხვევაში პროექტები. ბოლოს მე მათ პროექტს დავუძახებ. ყოველთვის ერთი რაღაცა ყველაზე ღირებული ჩემთვის და ალბათ ნანიკოსთვისაც, რომ პაციენტი ჩემ შემთხვევაში, ნანიკოს შემთხვევაში კლიენტი ირჩევს, ანუ აკეთებს არჩევანს. დაარღვევს სიამოვნებას ღებულობს, არ დაარღვევს სიამოვნებას ღებულობს იმით, რომ ამ რუტინაში თვითონ მოქმედი თავარი გმირია. ანუ რა არის, იცით, ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ შევხედავთ ჩვენ ამ გამოწვევას. ეხლა ყველაფერი რაც არის ხანგრძლივი რთულია. ზოგჯერ ძალიან სასიამოვნო რაღაცაც შეიძლება მოგბეზდეს თუ სულ დაძაბული ხარ, თუ სულ და ეგ კალორიების თეორია, რომელიც იყო ადრე და ეხლაც საჭიროა, მაგრამ საჭიროა ჩვენთვის ექიმებისთვის. ვარდება წარსულს, იმიტომ რომ დღეს, როდესაც ადამიანს აქვს უამრავი რაღაცა საზრუნავი, უამრავი საფიქრალი, კიდე დაათვლებინო 1800 კილოკალორია, აქედან ცილები, მე ეს ცილები მცენარეულია თუ ცხოველური, მე ისა საერთოდ აღარ უნდა. თუ არ სტრესი იწვევს, როდესაც მუდმივად უყურებენ უკვე იმას. ეგრევე ვამჩნევ, რომ აღარ უნდა. კარგად იყავით. და ამიტომ ეს რო არ იყოს, პროცესშია ჩაბმული და აქ არ არის ისე, რომ მე ექიმი ვარ, პროფესიონალი ვარ და შენ და მომისვინო და დამიჯერო.
ანუ ჩვენ ვაძლევთ რაღაც რეკომენდაციებს, რომ სწორი ვექტორით უმოკლესი გზით გავიყვანოთ იქ, სადაც მას უნდა. და თან ვასწავლით, აი, როგორც ბავშვს სწავლიან ცურვას, როგორც ადამიანის სწავლობს საჭის მართვას. ანუ მე არ მინდა ვიყო ყავარჯენი ადამიანისთვის, რომელმაც მომართა, მინდა რომ თვითონვე შეძლოს. ან ცოდნამი იყოს და თუ სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს უკვე გამოიყენოს ეს რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ, ჩვენი გამოცდილებით. ნატა, აი ამის შეჯამების კუთხით რა არის თქვენი გამოცდილებით ის მთავარი შეცდომა, რასაც უშვებენ ადამიანები, რომლებიც თქვენთან გაიარეს, ასე ვთქვათ, ერთი კურსი, ეხლა რეზიკოზე ვსაუბრობ, მართალი რო გითხრა. რა არის მთავარი შეცდომა, რომ რეზიკო ძალიან კარგად დაიკლო თქვენთან, მაგრამ მერე არ ყავდა იქვე ამ კუთხით ნანიკოთორი ისე როგორ არ ყავდა, რომელიც დაეხმარებოდა რომ ხო და აი არ გამოგვივიდა ეგ მაინც მოიმატა. ან თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ვინც ცხოვრობს და ჯანსაღად იკვებება, აი მაინც სად არის ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის, რას არ ვაკეთებ სწორად? იცით რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? ყველაფერი ან არაფერი. აი ასეთი მიდგომა არის ძალიან დამღუპველი ჩვენ სფეროში, იმიტომ რომ როდესაც მოდის ადამიანი და გეუბნება, არა უნდა ვიცოდე 20 გრამი თუ 25 გრამი. აი უკვე ვიძაბები რატო ახლა? ვიძაბები პროცესი საინტერესოა, მაგრამ ეს თუ არ რაღაცნაირად ამაზე ვარ თუ არ ვათქმევინეთ, ეს არის ორთვიანი, სამთვიანი, მაგრამ ასე ვერ იცხოვროთ. ჩვენ ხო რობოტები არ ვართ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც პროცესშიც ახლა როგორც ვიცი, მსახიობიც კი რაღაცა ყველა როლს თავისებურად რაღაც მოიდგებს, ცვლის. ზუსტად ისეა ესეც, რომ გავა რესტორანში თავისი ლანჩბოქსით ვერ წავა, იქ ვიღაცამ დაუძახა, იქ მივლინებაში, ამიტომ და იყოს მოქნილი. და რეზიკოს აქვს ძალიან მაღალი მოტორული ინტელექტი, მაგრამ ერთი ის არის, რომ როგორც ყველა სპორტსმენი არის მაქსიმალისტი და ან აკეთებს, ან არ აკეთებს. ზუსტად და ეს პასუხისმგებლობა რაც ქონდა პირადად თქვენს მიმართ აი იმ პერიოდში, აი ხანდახან ისე წვალობდა, რომ მეუბნებოდი, რომ ნუ კარგისა სად ნატა ხო არ გიყურებს, მე არ ვეტყვი ჩამერა. არა, იმიტომ რომ აი ეს პასუხისმგებლობა ქონდა. აი ზუსტად მან სპორტსმენების ერთ-ერთი ну თავის საქმეში დიდი პლუსი, მაგრამ ჩვენ საქმეში მინუსი ის მაქსიმალისტები არიან. აი ყველაფერი უნდათ რომ რაღაცა ან გააკეთონ 10-ზე, ან არ გააკეთონ და მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მაინც შევძლებთ. მე მეუეტის რეზიკოს გაგრძელებებით მე მექნება ესეთი პირადი კითხვა, მაგალითად და ბევრი ჩვენი მაყურებელი საკუთარ თავსაც ამოიცნობს. მოვედი თქვენთან, თქვენ გამიწერეთ მე კარგად, სწორად შედგენილი ჩემზე მორგებული კვების რაციონი, რომელიც შედგება გარკვეული პროდუქტებისგან. დიდად არ მიყვარს, მაგრამ რადგან სწორ კვებაზე გადავწყვიტე რომ ვიყო, ავირჩიე და მე შერჩევით მოხდა ეს ყველაფერი, გაიწერა საათობრივად, ну როგორც არის. დავიწყე და ვასრულებ პატიოსნად. პირველი დღე შევასრულე, მეორე და აი მეხუთე დღეა, მეოთხე დღეა, რომ ორგანიზმი მთხოვს იმ პროდუქტებს, რომლებზეც ვარ ამდენი წელია მიჩვეული. ძალიან მინდა პური, ძალიან მინდა ხაჭაპური, მინდა ტორტიც კი, რომელიც ზოგადად არ მიყვარს. და აი ჭიდილი გვაქვს რომ დავარღვიოთ, ოღონდ ნაჭამი ვარ არ მშია, რეალურად არის რომ მივირთვი ის რაციონი, რომელიც დამაკმაყო საკმაოდ დიდია, მაგრამ მაინც მშია და მინდა ეს პროდუქტები. ერთი არის რომ შეიძლება რომ ამ მომენტში დავარღვიო და მერე რომ დავუბრუნდე ისევ სწორ კვებას, ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ და რა მოთხოვნილება ეს, აი ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ ხოლმე სწორად ესეთი საზოგადოებისთვის პრაქტიკული რეკომენდაცია რომ მოგცეთ თუ არის შესაძლებელი. იცით რა, პირველი რაც შეიძლება გააკეთოთ, რომ აი თუ არის რომ როცა ხშირად ფიზიოლოგიური შიმშილი როა, ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ და დანახდეთ, იქ არ არჩევთ. თუ უკვე ხაჭაპური მინდა, არა იმერული მირჩევნია, მეგროს რაღაცა, ეს არის უფრო ემოციურ ფონზე და არანაირი კავშირი არ აქვს ალიმენტარულ შიმშილთან, იმიტომ რომ ალიმენტარული შიმშილია პურია, ვაიმე რა კარგია, ეს არის ჩაია, არა გაქვს, მთავარია ჭამო.
ეს რომ დააფიქსირეთ, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გეძახი მაგრამ გაანალიზოთ, შეფასება არ მიცეთ, რომ რა ცუდი გავაკეთე, ან რა კარგია, ან რაღაცა შეფასება არ მიცეთ. უბრალოდ გაანალიზეთ. შემდეგში რატო დაგემართათ ეს ამბავი, რომ რა ვიყავი, ცილით დამაკლდა, წყალი არ მივიღე, რაღაცა ეს დააფიქსირეთ. რასაც აცნობიერებთ, იმას მართავთ. რასაც ვერ აცნობიერებთ, ის გამართავთ. ესე რომ ძალიან მარტივია უკვე, რაღაც სამ კვირაში უკვე გიჩნდებათ აბსოლუტურად ინტუიციური კვების სურვილი. რა არის ინტუიციური კვება? რასაც ჩვენ ორივე ძალიან გვინდა რომ მივაღწიოთ პაციენტთან. ინტუიციური კვებაა, როდესაც არ ვითვლი კალორიებს, მაგრამ ზუსტად ვიცი დღეს რატომ მინდა შოკოლადი, ხვალ რატომ მინდა ხაჭო და ზეგ რატომ მინდა დავუშვათ ბროკოლი. აი ეგ რჩევა არის ძალიან კარგი. დიდი მადლობა. და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ნატა ადგენს ისეთ კვებით რეჟიმს, რომლის დროსაც აი მეხუთე დღეს ნამდვილად ანუ თქვენი სურვილების და პრეფერენციებისზე დაყრდნობით. ანუ გეკითხებათ რა ტიპის პროდუქტები გიყვართ, რა უფრო გსიამოვნებთ და წესიდერიგით მეხუთე დღეს ასეთი ეპიზოდები არ ემართება. ხო, აი მაგალითისთვის მოვიყვანე, რომ არ გაქვთ დეფიციტი, ანუ თავს გრძნობთ ყველა მხრივ, ხო, აი კი, დაკმაყოფილებული. ერთი კითხვა მაქვს, რა ეშველება ესეთ თქვა პაციენტი დავარქვათ ამ შემთხვევაში, რომელიც არ საჭიროებს თქვა წონის არავითარი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ფსიქოზი მე ბევრ ადამიანს ეგეც ვიცნობ, რომელსაც აქვს რაღაცა მანია იმისი, რომ რაღაც მოიმატა, ან მოიმატებს და აი მოდის და არ ჭირდება ეს სპეციალი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ამ ადამიანების იქიდან გამოყვანა ამ ფსიქოური თქვა შეშლილობიდან, რომელსაც ისე ჭხალებში ვიძახი, რომელიც აი მიდრეკილია იმისთვის, რომ აი მართლა ითვლის კოლორიებს, ამ დროს შეხედავ არაფერი საამისო არ ჭირს, მაგრამ აქ რაღაცა გადატრიალებული და აი როგორი მიდგომა ეგეთ პაციენტებთან, ამ პაციენტები დავარქვათ. მე მგონი ყველა ვიცნობთ ასეთ ადამიანებს. კი, რა თქმა უნდა, მე ბევრს და იმიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. ну არის რიგი შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგი საკმარისი არ არის და საჭირო არის ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის ჩართულობა. ну ეხლა მე არ ვიცი რა დონეზე და რა კონდიციაზე საუბრობთ, მაგრამ ну არსებობს კვების კუთხით ძალიან ბევრი სახეობა აშლილობის და შესაბამისად ამას სჭირდება პროფესიონალების ჩართვა აუცილებლად. უფრო სერიოზული პრობლემა ვიდრე. კი, ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში ან შეიძლება ფსიქოლოგთან ერთად რომ იმუშაოს ფსიქიატრი, იმიტომ რომ კი არსებობს უბრალოდ ადამიანს არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც თვლის რომ აქვს ზედმეტი წონა. ოღონდ გულწრფელია, ჯერ არიგონებს, არიგონებს ვეუბნებით, რომ დახატე, შენი თავი ხატავს მსუქანს. ანუ არტ-თერაპიაც ძალიან კარგია ასეთ დროს. აი ძალიან ერთი არ დამავიწყდება ბალერინა იყო, უკიდურესად გამხდარი და დახატა ძალიან მსუქანი. და ეს ვარ მეო, მაგრამ იყო გულწრფელი. გოგოებო, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს კიდე თქვენთან და კიდევ მოვა. ხო, დამფიქრე კიდევ მოყვალთ. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მინდა მოვასწრო რომ ამთვის იანურის beauty box-ები როგორ მიყვარს ძალიან და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ესეთი საინტერესო თემით და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ.